იცით რა, ქართული ანდაზა კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. საქართველოში სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ანდაზა უბრალოდ რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყანაში, ყველა ერში და ყველა სახელმწიფოში მუშაობდა სხვადასხვა ფორმით არ მუშაობს. 1000-ჯერ გვითხრეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. 2014 წელს გამოვიდა ბატონი ობამა და თქვა, რომ უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება. გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი, რომელმაც იგივე თქვა. გამოვიდა უამრავი სხვა პოლიტიკოსი, რომელმაც იგივე გაიმეორა. ოლანდმა საბოლოოდ გვითხრა, რომ საქართველო არ დაუჭერს მხარს ახალი კანდიდატების ნატოში შესვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთს, გერმანიას, სხვა სახელმწიფოებს უბრალოდ ვეტოს უფლება აქვთ ნატოში გაწევრიანება, არ გაწევრიანებასთან, გაფართოებასთან, ან არ გაფართოებასთან დაკავშირებით. საქართველოს არ აქვს ხალხნო შანსი ნატოში გაწევრიანების. რა ენაზე უნდა გითხრან მეტი? ინგლისურად გითხრეს, ფრანგულად გითხრეს, გერმანულად გითხრეს. მე ამდენი ხანია ქართულად ვამბობ ამას. რა ენაზე უნდა გითხრან? ხოლო ის პოლიტიკოსები, ვინც დღეს კვლავ ლაპარაკობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსზე, უბრალოდ არიან პროვოკატორები, მატყუარები და ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით როგორმე ქულები ჩაიწერონ თავიანთ დასავლელ პატრონებთან, მე სხვას ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ღიად და პირდაპირ ატყუებენ ხალხს. ვერ გავწევრიანდებით ჩვენ ნატოში. ამის შანსი საქართველოს უახლოეს მომავალში და თვალსაჩინო მომავალში არ აქვს. რა იქნება 30 და 50 წლის შემდეგ? ეს არავინ არ იცის. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. კარგი იქნება თუ გონს მოვალთ. არასოდეს არ უთქვამთ კონკრეტულად ბოლო წლების განმავლობაში 2008 წლის აგვისტოს ომმა რადიკალურად შეცვალა ვითარება და 2008 წლის შემდეგ თქვენ მე ვერ მომიტანთ ვერც ერთი სერიოზული პოლიტიკოსის გამონათქვამს, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების უახლოეს პერსპექტივაზე ლაპარაკობდა. ყველა იფარგლებოდა ზოგადი ფრაზით, რომ ოდესმე საქართველო შეიძლება გახდეს ნატოს წევრი და რომ ნატოს კარები საქართველოსათვის ღიაა. მე მაქვს იმისი გამოცდილება, ცოდნა და რაც მთავარია გამბედაობა, რომ ადამიანებს ვუთხრა ის რეალობა, რა რეალობაც არის. თუ გაიგონებთ, კარგია. თუ არ გავიგონებთ და კვლავ ილუზიებში ვიცხოვრებთ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის რეალობა. ეხლა ვისაც რა უნდა, ის იძახოს, ვისაც უნდა იძახოს, რომ თურმე პროქართული პოლიტიკის უკან და ქართული პოლიტიკის უკან რუსეთის პოლიტიკა ყოფილა და რუსეთის პოლიტიკას უდრის თურმე პროქართული პოლიტიკა. რა, ესე იგი ჩვენი ინტერესები ასე ემთხვევა ერთმანეთს? დავანებოთ თავი კეკლუცობას, დავანებოთ თავი ადამიანების მოტყუებას და საზოგადოების მოტყუებას და დავანებოთ თავი იმ პოლიტიკოსების მოსმენას, რომლებიც უბრალოდ ყველაფერზე მიდიან, ოღონდ დასავლეთთან თავიანთი იმიჯი და თავიანთი პოლიტიკაში არსებობის შანსი შეინარჩუნონ. ეს არის ჩემი ძალიან დიდი და ძალიან სერიოზული რჩევა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება.